ყოფილმა პატიმარმა გოდერძი ჯოლო ხავამ, რომელიც 2 დღის წინ გავრცელებულ ვიდეოში აცხადებდა, რომ ბაჩუ ახალაიას წინააღმდეგ ჩვენება არჩილ კბილაშვილის და თეა წულუკიანის ზეწოლის შედეგად მისცა, კვლავ შეცვალა თავისი ჩვენება. მედია კავშირ ობიექტივის ეთერში ჯოლო ხავამ განაცხადა, რომ თავდაპირველი ინტერვიუ, სადაც პატიმართა წამების შესახებ ყვებოდა, ბაჩუ ახალაიას ახლობლების ზეწოლის შედეგად შეცვალა. მისი განცხადებით, მას ახალაიას ახლობლების შვილისა და ძმის შვილის ლიკვიდაციით ემუქრებოდნენ. იყო მუხარების შვილი და ძმის შვილებით, რომ რამოდენიმე წელში არც ერთი ცოცხალი არ მეყოლებოდა. ითხოვდნენ, რაც გააჟღერა, რაც გავიდა იმ ტელევიზიაში, აი იმ ჩვენების მიცემას, ჩემგან ინტერვიუს მიცემას. ეს იყო ახალაიას ხალხი, პირადად გიგი კალანდაძე და ვიღაც რუსლანი შეხვდა მე პირადად. გაეთქობა, რომ ძალიან დიდი მათყუარაა და ამისი რაღაცებს იგონებს და ამ ქულებში წერს მახსოვს, რომ შესვენებაზე სასამართლოზე როცა მიმდინარეობდა ჩვენი პროცესი, მაშინ მოვიდა შესვენების პერიოდში. აღიდგინა თავი როგორც ჯოლო ხავას ბიძაშვილი. ეს იყო თვითონ. და ამის მერე მან თქვა, რომ გარკვეული ზეწოლა იყო მასზე, მერე შევახვედრე ადვოკატებს ბაჩუ ახალაიას, ანუ კონკრეტულად ონიანს და მოხდა მისი ჩაწერა. ამ ადამიანმა კიდევ ერთხელ, როგორც წინა ინტერვიუში ობიექტივის ტელევიზიაში, ეხლაც იცრუა, იმიტომ რომ იმყოფება ზეწოლის და მუქარის ქვეშ სახელმწიფო მხრიდან ამჯერად სამწუხაროდ აქედან გამომდინარე ყველაფერი რაც მან გუშინ განაცხადა არის ტყუილი და ამას ძალიან მარტივად დავამტკიცებ თუ ეს ადამიანი ჩვენთან ერთად ღია ეთერში დაჯდება. ვერც ჩვენ და ვერც მეორე მხარე ვერასდროს ვერ დავამტკიცებთ სიმართლეს თუ ეს არ მოხდა პირდაპირ ეთერში, სადაც ბატონ ჯოლო ხავას არ ეყოლება არც დამრიგებლები, ქალბატონი ინაშვილის ან ნებისმიერ სხვა ადამიანის სახით და უბრალოდ მარტივ შეკითხვებს თქვენთან ერთად საზოგადოების გასაგონად გასცემს პასუხს.